ვიწყებთ მეგობრებო ციკლს ვიდეოებისას, რომელიც მიეძღვნება ფემინიზმს და მის ისტორიას და მის გავლენებს და მათ მიზნებს და გავლენებს. პირველი რაც მინდა და ვინც მინდა გაგაცნოთ, ეს არის ქალბატონი კეით მილეტი, რომელიც არის რადიკალური ფემინიზმის ერთ-ერთი დედა. 1970 წელს იგი საკმაოდ წარმატებულად, აკადემიურად წარმატებული ქალბატონი გამოჩნდა პირველად ჟურნალ Time-ის გარეკანზე, სათაურით სექსის პოლიტიკა. კეით მილეტი და ქალთა გათავისუფლება. ინგლისურად ასე ჟღერს The Politics of Sex, Kate Millett and Women's Lib. სადაც მისი წიგნი სექსუალური პოლიტიკა იყო წარმოდგენილი. ეს ნაშრომი რევოლუციურად მიიჩნიეს და მილეტის სწრაფად იქცა რადიკალური ფემინიზმის ინტელექტუალურ მამოძრავებელ ძალად. Time-მა მას მოძრაობის მღვდელმთავარი უწოდა, ხოლო მის წიგნს ამ მოძრაობის ბიბლია. The New York Times-მაც მის წიგნს ქალთა განთავისუფლების ბიბლია შეარქვა და უწოდა შესანიშნავი დოკუმენტი, რადგან იგი აანალიზებს სექსუალური ლიბერალიზაციის საჭიროებასა და ბუნებას, მაშინ როდესაც თავადვე ავლენს ინტელექტუალური და ემოციური გახსნილობის და სიყვარულის სათნოებებს. ხვდებით ხო მეგობრებო, საითმიდის და ფემინიზმის იდეები და რა პირდაპირ წერენ რა, არაფერი არა, New York Times-ი წერს. აგერ არის ბატონო ჩემო ეს 2017 წლის ასე ვთქვათ სექტემბრის გამოცემაში წერია. Time-მა მას ასევე ქალთა მოძრაობის კარლ მარქსის უწოდა, როგორი სიმბოლურია, რადგან მისმა წიგნმა ქალებისთვის მარქსიზმის ელემენტარული კურსი ჩამოაყალიბა. ციტატა: მისი თეზისი ასეთი იყო: ოჯახი არის მონობის ბუდე, სადაც მამაკაცი ბურჟუაზიაა, ხოლო ქალი და შვილები კი პროლეტარიატი. ანუ პროლეტარიატი უნდა გავანთავისუფლოთ ბურჟუაზიისგან, ქალები და შვილები უნდა გავანთავისუფლოთ მამაკაცისგან. მილეტის Time-ის გარეკანზე გამოჩენდა რამდენიმე თვეში ჟურნალმა მასზე მეორე სტატია გამოაქვეყნა. ამჯერად ნაკლებად საქებარი სტატიამ სათაურით ქალთა განთავისუფლება მეორე შეხედვა, Women's Lib Second Look, მილეტს მისი ბისექსუალურობის გამო შეუტია. ბევრის თქმით, ამ დიდებამ და სირცხვილმა იგი გაანადგურა. მისი პიროვნება არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ჯერ კაშკაშა ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, ხოლო შემდეგ მკაცრი და ბნელი კრიტიკის ქვეშ. კეიტს, ციტატა: უზომო შარმი ჰქონდა და თავდაპირველად შთამბეჭდავი ავტორიტეტიც, იხსენებს ფილის ჩილერი. მაგრამ მას ასევე ჰქონდა პერიოდები, როდესაც არ ეძინა, სხვებს მრისხანებით ესხმოდა თავს, სუიციდს ცდილობდა და თავის თაყვანისმცემლებს ამუშავებდა, თუმცა ამავდროულად თავს მათ მსხვერპლად მიიჩნევდა. შეუძლებელი იყო იმის იმედი ჰქონოდა, რომ პრესკონფერენციაზე იგი სახგონებაზე დარჩებოდა. ის ასევე ხშირად უყვარდებოდა და ცდილობდა საკმაოდ აგრესიულად თავისი გაეტანა ქალთა ქალის მიყოლებით, ანუ ქალებთან ურთიერთობაში. მილეტი 2017 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისმა დამ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნახეთ, მელორი მილეტმა, კეით მილეტი ხო იყო, ეს არის მისი და მელორი მილეტი, დაიწყო საუბარი იმ გამოუსწორებელ ზიანზე, რომელიც კეითმა დასავლურ კულტურას თავის პირქუში და შეშლილი ნაშრომების პოპულარიზაციით მიაყენა. და, ანუ კეითის და მელორი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კეითის მანია Time-ის სტატიებს კი არ გამოუწვევია, არამედ მას ბავშვობიდანვე დიდობამდე გაცილებით ადრე სჭირდა. იგი ამბობს, იგი იყო ყველაზე შეშლილი, მეგალომანიაკი, ბოროტი და არაკეთილსინდისიერი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივა, და საუბრობს დაზე. მან იმდენჯერ სცადა ჩემი მოკლა, რომ ახლა ეს ყველაფერი ტრავმული კოშმარების ერთ დიდ ბუნდოვან მასად მეჩვენება. ის იყო სადისტი, მწამებელი, ღრმად ჩამოყალიბებული მოძალადე, რომელიც სხვების ტკენით და ტკივილის მიყენებით უდიდეს სიამოვნებას იღებდა. განაცხადა მან 2018 წლის გაზაფხულზე. რაც შეეხება Time-ის სტატიას, ამბობს მელორი, მან კეითს ქორწინება დაუნგრია. მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯში იგი ქალმა პროფესორმა აცდუნა, ანუ ლესბოსურ ურთიერთობაში შევიდა, კეითმა უარი თქვა ლესბოსურ ცხოვრების წესზე, როდესაც ფუმიო იუშინურაზე დაქორწინდა, ანუ შეუყვარდა კაცი. და 17 წლის განმავლობაში მათ ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ.
მას შემდეგ რაც Time-ის სტატია გამოქვეყნდა ეკლესიაში გამართულ საღამოს შეხვედრაზე Keith ლესბოლსელთა ჯგუფმა მოულოდნელი თავდასხმა მოუწყო. მათ მიაჩნდათ, რომ მოძრაობის დიდების მიღმა დარჩნენ. დაიხსენებს. მათი ბრალდებების თავის დასაცავად Keith-მა აღიარა, რომ ოდესღაც ლესბოსელი იყო. მან არ იცოდა, რომ ხალხის მასაში Time-ის ორი რეპორტიორიც იმყოფებოდა. სწორედ ამან გამოიწვია Time-ის მეორე სტატიის გამოქვეყნება, მაგრამ ამავდროულად Keith კვლავ დააბრუნა ლესბოსულ აღსანიშნავობაში და გაანადგურა მისი ცხოვრება ფუმიოსთან, ანუ ქორწინება დაუნგრია. ეს იყო ის, რასაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა. Keith-ის ურთიერთობა და წლების განმავლობაში არსებული გულის ტკივილი და სინანული, რომელიც ამ ურთიერთობამ ორივე მეუღლეს მოუტანა, ძნელად თუ ჩაითვლება იზოლირებულ შემთხვევად. ამ მოძრაობამ უამრავი ურთიერთობა დაანგრია თავისუფალი სიყვარულისა და განთავისუფლების დაპირებით, სადაც სხეულებს გასართობად იყენებდნენ, ხოლო ფიცსა და დაპირებებს სწრაფად ივიწყებდნენ. მელორიმ, რომელმაც ცხოვრების გარკვეული პერიოდი თავის დას Keith და მის რადიკალურ იდეებს მიუძღვნა, სანამ ბავშვობის დროინდელ კათოლიკურ რწმენას დაუბრუნდებოდა, საბოლოოდ დატოვა Keith-ის უახლოესი წრე. როდესაც ყველაფერი მეტისმეტად უცნაური გახდა. თუმცა მან საკმარისი დრო გაატარა ამ მოძრაობის ქალებთან, რათა დაენახა მისი ბნელი მხარე. ახლა მოусმინეთ. მელორის აქვს შემზარავი ისტორიები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ეს ქალები, ანუ ეს ფემინისტები, აშკარად იყვნენ ჩართულნი ოკულტიზმში, მარქსისტული ელფერით. 1769 წელი იყო, როდესაც მან თავის მეგობრის 1969 წელი, ბოდიში აქ შეცდომა მაქვს, 1969 წელი იყო, როდესაც მან თავის მეგობრის ლილა კარპის სახლში წამიყვანა, გრინვიჩ ვილიჯში განმარტავს მელორი, ცნობიერების ამაღლების შეხვედრაზე. დიდი მაგიდის გარშემო 12 ქალი შეიკრიბა. მათ შეხვედრა კათოლიკური ეკლესიის ლიტანიის მსგავსი ლოცვით გახსნეს. მაგრამ ამჯერად ეს იყო მარქსიზმის მემარცხენეობის ეკლესია. ეს ლიტანია, ანუ ლოცვა, შესავალშივე იყო აღწერილი, თუმცა მისი გამეორება ნამდვილად ღირს. მოდი ახლა მას ვქნათ, წავიკითხოთ როგორ ლოცულობდნენ ეს ქალები თავის ოკულტისტურ შეხვედრებზე. რატო ვარ დღეს აქ? იკითხა თავმჯდომარემ. რევოლუციის მოსახსენად, უპასუხეს მათ. როგორი რევოლუციის? კითხა მან. კულტურული რევოლუციის, სკანდინებდნენ ისინი. და როგორ მოვახდინოთ კულტურული რევოლუცია? მოითხოვა პასუხი თავმჯდომარემ. ამერიკული ოჯახის განადგურებით, უპასუხეს მათ. როგორ გავანადგუროთ ოჯახი? დაუსვა კითხვა. ამერიკული პატრიარქის განადგურების, ანუ პატრიარქალური მამაკაცის ტრადიციული გაგების განადგურებით. შეძახეს მათ აღფრთოვანებით. როგორ გავანადგუროთ ამერიკული პატრიარქატი? ჩაეძია იგი. მისი ძალაუფლების წართმევით. როგორ გავაკეთოთ ეს? მონოგამიის განადგურებით. რას ნიშნავს მონოგამია? ერთი ქალის ინსტიტუტით. ანუ კაცს ისე უნდა მოხდეს, რომ კაცსაც ყავდეს ბევრი ქალები და ქალსაც ყავდეს ბევრი კაცები. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი დარტყმა პატრიარქატისთვის, კაცისთვის, რომ ქალიც გარეთ არის და კაციც და ესეთი ლიბერალიზაცია ხდება. როგორ შეგვიძლია მონოგამიის განადგურება? იკითხა ისევ თავმჯდომარემ. აღვირახსნილობის, ეროტიზმის, პროსტიტუციის, აბორტისა და ჰომოსექსუალობის წახალისებით გააჟღერეს მათ. ერთხმად. აი ნახეთ მეგობრებო, რას იხსენებს ეს ქალბატონი, როგორ შეხვედრებს ესწრებოდა და რას აკეთებდნენ ეს რადიკალები. და როგორ ზემოქმედება მოახდინეს დასავლური კულტურაზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოზე და საქართველოზე. ეს პირველი ნაწილია, გაგრძელება იქნება.